პალესტინელ მოსწავლეებს ადრე მოუწიათ აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე გაეროს სკოლების დატოვება, რადგან ისრაელმა სამუდამოდ დახურა ისინი. გასულ თვეს ისრაელის ძალები სკოლებში შევიდნენ და 30 დღის განმავლობაში მათი დახურვა მოითხოვეს. ეს ნაბიჯი მოჰყვა ისრაელის მიერ გაეროს პალესტინელ ტოლვილთა დახმარების სააგენტოს ისრაელის ტერიტორიაზე მუშაობის აკრძალვას. სწორედ ეს ორგანიზაცია განაგებდა ამ სკოლებს. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება სკოლების დახურვის შესახებ შეიცვლება, რადგან ეს არასამართლიანია ჩვენთვის, მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვისა და ყველასთვის, ვინც ამ სკოლაში მუშაობს. ისრაელის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მოსწავლეებს იერუსალიმის სხვა სკოლებში გადაანაწილებენ, თუმცა მშობლები ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით მათ შვილებს განათლების მიღების უფლებას ართმევენ. ისინი ასევე ღელავენ მათი შვილების უსაფრთხოებაზე, თუ კი მათ ისრაელის სკოლებში გადაანაწილებენ. ეს ნიშნავს ბევრ სახიფათო საგუშაგოს გავას. ამ საფრთხის წინაშე 800-ზე მეტი მოსწავლეა.